შემეცნებითი გასართობი და სპორტული აქტივობები იმართება რუსთავშიც. თავისუფლების მოედანზე გაიმართება თითების თეატრის 2 წარმოდგენა. შესრულდება საქართველოს ჰიმნი. დღევანდელი დღის მასპინძელი რუსთავში ინფრასტრუქტურის სამინისტროა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო არის ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, რომ დღეს მოგვიწია 5 წილად ბედნიერება, რომ რუსთავში ყოფილიყავით აღნიშნული დღის ორგანიზატორები. ვფიქრობ, ყველა რუსთაველისთვის არის საინტერესო ატრაქციები მოწყობილი და იმედია, რომ რუსთაველები იმ განწყობით აღნიშნავენ და გაატარებენ დღევანდელ დღეს, რომელიც უხდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მინდა ყველას კიდევ ერთხელ მიულოცო. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ყველა იმ მოქალაქისთვის, ვინც დღევანდელ მოცემულობაში ყველა იმ სიკეთით და ბენეფიტით სარგებლობს, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ არის მოტანილი დღევანდელ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. გარდა სამხედრო ტექნიკის გამოფენისა, აქ უამრავი სხვადასხვა ტიპის გასართობს ვხედავთ პატარებისთვის და დღის განმავლობაში ყველა რუსთაველს და რუსთავში მცხოვრებს შეუძლიათ, რომ თავიანთი პატარები აქ მოიყვანონ. ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალზედ მნიშვნელოვანია ეს დღე, იმიტომ რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეს ერთიანად და ერთობლივად უნდა ვიზეიმოთ.